გამარჯობა, მოდი ვნახოთ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ ვის ეხება ეს გაშლა, თუ რეზონირდება თქვენზე, გააგრძელეთ ვიდეოს ყურება, თუ არა, ნახეთ სხვა ვიდეოები. პირადი გაშლისთვის მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ნახოთ რა მდგომარეობაში ხართ ახლა, თქვენი ახლანდელი მდგომარეობა. ცდილობთ რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, როგორც ფინანსურად, ასევე ურთიერთობების მხრივ, ასევე საკუთარი თავის წესრიგში მოყვანის მხრივ. ვიღაცები შეიძლება აკეთებდნენ რაღაც პროცედურებს აპირებდნენ, ან გარდრობის შეცვლას ცდილობდნენ, სტილის შეცვლას. ყოველ შემთხვევაში თქვენ უკვე ხართ უკეთესობისკენ, უკვე მიდიხართ უკეთესობისკენ. უბრალოდ მომავალთან დაკავშირებით თქვენთვის არის რაღაც დაფარული ინფორმაცია, რომ ან საიდუმლო, ან რაღაცის გაგება გინდათ, გაქვთ სამომავლო გეგმები, მაგრამ ბოლომდე ყველაფერი თქვენთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. და ასევე უახლოეს მომავალში ელოდებით რაღაც შეტყობინებას, ან ვიღაცის ზარს, ან ვიღაც მოგწერთ და გაიგებთ რაღაც ახალ ამბავს და თქვენ შინაგანად უკვე ხართ ამის მოლოდინში. ეხლა ნახოთ რა მოდის. მოდის გამართლება, ანუ რაღაცაში ძალიან გაგიმართლებთ, იღვალი თქვენს მხარეს იქნება. ისეთ სიტუაციაში, რაშიც შეიძლება საერთოდ გეფიქრათ, რომ ანუ შეიძლება არ გამიმართლოს, ძალიან გაგიმართლებთ, გაგიხარდებათ, სასიხარულო ამბავი არის. ზოგიერთების შემთხვევაში ეს სასიხარულო ამბავი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნიდან, ან სხვა ქალაქიდან, ან შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც სადმე წასვლას, ან გამგზავრებას, ან ადამიანს, რომელიც არ არის ამჟამად თქვენთან ახლოს და ელოდებით მის ზარს, მისგან რაღაც ამბავს. ამ ეტაპზე გაურკვევლობაში ხართ ამ ამბავთან და ამ ადამიანთან დაკავშირებით და ვნახოთ რატომ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თითქოს თქვენ ინტუიციურად იცით ის პასუხი, ან მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ რატომღაც არ გინდათ ამისი საკუთარ თავთან აღიარება. მაგრამ გადაწყვეტ ამ ამბის, ამ საკითხის, ამ ურთიერთობის, ვინც რას ელოდებით, იქნება საკმაოდ დადებითი, სიხარულის მომტანი, ბედნიერების მომტანი, თუ ფინანსურ საკითხს ეხება, ეს მოლოდინი და შეტყობინება ასევე დადებითი იქნება. ყველაფერი შეიცვლება, ძალიან მალე იქნება დიდი ცვლილებები, ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. იცით როგორ იყო, რომ ადრე თქვენ ძალიან ბევრს ცდილობდით და თქვენი მცდელობების მიუხედავად ცვლილებები არ ხდებოდა. ან ხდებოდა, მაგრამ ძალიან ნელა და ძალიან უმნიშვნელო. მაგრამ მალე შეიძლება ითქვას, რომ ეს ზაფხულის პერიოდში მოხდება. თქვენი შრომა მოიტანს სასურველ შედეგს, ან თქვენი მოლოდინი, მოთმინება მოიტანს სასურველ შედეგს, გამოჩნდება ახალი პერსპექტივები, სასიხარულო ახალი ამბავი. და ასევე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. თუ ეს ურთიერთობას ეხება და თუ აქამდე თქვენი არ ესმოდა თქვენს საყვარელ ადამიანს, ან რაღაცაში არ გეთანხმებოდათ, მიხვალთ საბოლოოდ იქამდე, რომ შეთანხმდებით და უკვე ერთიანი ძალებით დაიწყებთ იმის გაკეთებას ან გამოსწორებას, რაც აქამდე იყო პრობლემა. ძალიან დიდი შრომის, წვალების და ასე ვთქვათ, განვლილი ცუდი გზის შემდეგ
გამოდიხართ, იღებთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას, იმას, რომ აღარ იქნება თქვენს შორის კამათი, ჩხუბი, ბოლოს და ბოლოს როგორც იქნება შეთანხმდებით და მიდიხართ უკეთესობისკენ, ჰარმონიისკენ და ბედნიერებისკენ. დავასრულეთ, გისურვებთ წარმატებებს, კონსულტაციისათვის მოვწერეთ პირადში.